მოგესალმებით. ბრიტანეთი არის იმის მაგალითი, თუ როგორია რეალობაში მულტიკულტურალიზმისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის შედეგი. იმ პოლიტიკისა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე ტარდება. ყველაფერი კი იმ პოლიტიკიდან იწყება, რომელსაც ევროკრატები უკვე წლების განმავლობაში ატარებენ. ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლა, წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვა, ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის ღია ლეგალიზება. ყველაფერი ეს ბრიუსელის ბიუროკრატიას პოლიტიკის მთავარ მიმართულებად აქვს გამოცხადებული. სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგია ის გამაოგნებელი ფაქტები, რომელსაც ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში ვხედავთ. ბოლო ასეთ ფაქტზე, სტუდენტის მკვლელობაზე ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით. მას შემდეგ, რაც პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერი გამოქვეყნდა, საუთჰემპტონში დემონსტრაციების დაიწყო და მომხდარმა უკვე აშკარა პოლიტიკური სახე მიიღო. გლობალისტური და ნეოლიბერალური იდეოლოგიისთვის ორმაგი სტანდარტები ჩვეულებრივი ამბავია. შტატებსა და ბრიტანეთში თავის დროზე მასობრივი გამოსვლები მოჰყვა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს, თუმცა განსხვავებული იყო რეაქცია 18 წლის ჰენრი ნოვაკის შემთხვევაში. მკვლელობა შემაძრწუნებელია, მაგრამ ამან პოლიტიკური სახე არ უნდა მიიღოს და ყველა გამოძიებას დაელოდოს. ასეთია მეინსტრიმული მიდგომა. რატომღაც მსგავსი განცხადებები არ ისმოდა რამდენიმე წლის წინ ფლოიდის სიკვდილის გამო აქციების მსვლელობისას. 2025 წლის 3 დეკემბერს ქუჩაში უმნიშვნელო შელაპარაკების გამო 18 წლის ჰენრი ნოვაკი მოკლა ვიკრუმ დიგვამ. შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციას განუცხადა, რომ თურმე ნოვაკს თავად მიუყენებია რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა დიგვასთვის. ის კი შეუიარაღებელ ნოვაკს თავს დაესხა და მკერდისა და ფეხების არეში 4 დარტყმა მიაყენა დანით. პოლიციის ქმედება კიდევ უფრო წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელია, მით უმეტეს გასაჯაროვებული სამხრე კამერის ჩანაწერის ნახვის შემდეგ. ნოვაკმა რამდენჯერმე მკაფიოდ თქვა, რომ დაჭრილი იყო და სუნთქვა უჭირდა. იმის ნაცვლად, რომ პოლიციელებს სასიკვდილო დაჭრილი და სისხლის გუბეში მყოფი ახალგაზრდისთვის დახმარება აღმოეჩინათ, მას ხელბორკილები დაადეს. შედეგად ნოვაკი ადგილზე გარდაიცვალა. 2025 წლის 3 დეკემბერს ბრიტანეთში საუთჰემპტონში დაახლოებით იმავე სცენარის ტრაგედია მოხდა, რაც 2020 წლის 25 მაისს მინესოტას შტატ მინეაპოლისში, შეერთებულ შტატებში. მაგრამ მსგავსება მხოლოდ გარეგნულია. ფლოიდის შემთხვევაში გვაქვს საეჭვო რეპუტაციის დამნაშავე, რომელიც პოლიციას დაკავებისას შეეწინააღმდეგა და ამის გამო გარდაიცვალა. ყოველი შემთხვევისთვის ასეთია ოფიციალური ვერსია. ნოვაკის შემთხვევაში კი გვაქვს თავდასხმა ახალგაზრდაზე, სადაც პოლიციამ პროფესიული ფსკერი აჩვენა. პირველ შემთხვევაში მივიღეთ ძალადობრივი აქციებისა და პოლიტიკური სკანდალის მაგალითი შტატებში, რომელიც პრეზიდენტი ტრამპის წინააღმდეგ იყო მიმართული. ყველაფერი იმით იყო შეფუთული, რომ თურმე უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ელიტამ არ მიიღო. მეორე მხრივ, ბრიტანეთში ახალგაზრდა პოლიციელების უმოქმედობის გამო დაიღუპა და არავინ ყვირის, რომ ვინმე სუფლება დაირღვა. ორმაგი სტანდარტები ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატების შესრულებით კიდევ ერთხელ ცხადად ჩანს. ამ და კიდევ სხვა შეცდომების გამო ხდება, რომ სტარმერის პოლიტიკური კარიერა ფსკერისკენ მიდის. ეს ჩანს ბრიტანეთის ცხოვრების ყველა მიმართულებაში და პირველ რიგში სტარმერისა და მისი პარტიის რეიტინგებში. ჰენრი ნოვაკის სიკვდილზე ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. 2025 წლის დეკემბერი, ინგლისი, საუთჰემპტონის ერთ-ერთი ქუჩა. 18 წლის სტუდენტი ჰენრი ნოვაკი სასიკვდილოდ დაჭრილია. მას მიგრანტმა ვიკრუმ სინგ დიგვამ 21 სანტიმეტრიანი დანით რამდენიმე ჭრილობა შელაპარაკების გამო მიაყენა. ადგილზე მისულ პოლიციას მიგრანტი ეუბნება, რომ ნოვაკმა რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა. აქ იწყება გამაოგნებელი ისტორია, რომელიც ახალგაზრდა კაცის სიკვდილით დასრულდა. პოლიციამ დაჭრილი კაცის კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად მას ხელბორკილები დაადო და მიწაზე დააგდო. უყურადღებობის შედეგად ჰენრი ნოვაკი გარდაიცვალა. საქმე, რომელიც წესით ეროვნული დონის დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ფართო საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა დარჩა. ჰენრი ნოვაკის მკვლელობამ ბრიტანეთში დაგვიანებული, მაგრამ ძლავრი საზოგადოებრივი აფეთქება საბოლოოდ მაინც გამოიწვია. მის გარდაცვალებას ფართო გამოხმაურება საერთოდ არ მოჰყვებოდა, რომ არა პოლიციელის სამხრე კამერით გადაღებული ვიდეო, რომელიც შემთხვევიდან 6 თვის შემდეგ გასაჯაროვდა. ჰემპშირის პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერები, რომელიც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა, ასახავს ტრაგიკულ წუთებს, რომლებიც ჰენრი ნოვაკის სიცოცხლის ბოლო მომენტებს წინ უძღოდა. ვიდეოში ისმის, როგორ ამბობს ახალგაზრდა კაცი, დამჭრეს, ვერ სუნთქავ.
ბრიტანეთმა ისეთი კადრები ნახა, რომელმაც ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა. ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა. ვიდეო მასალის მიხედვით ნოვაკი არაერთხელ იმეორებს ფრაზას ვერ ვსუნთქავ. მოგვიანებით დადგინდა, რომ მას ფილტვის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული და დიდი რაოდენობით სისხლს კარგავდა. პოლიცია კი სასწრაფოს გამოძახებას არ ჩქარობდა და საქმეში გარკვევას ცდილობდა. მიაყენა თუ არა დაჭრილმა კაცმა რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიგრანტს. ეს კადრები გახდა გარდამტეხი მომენტი, რომელმაც საზოგადოებაში ბრიტანული პოლიციის მიმართ ნდობის კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ჩემი შვილის მიმართ მოპყრობა არა ადამიანური და დამამცირებელი იყო. ადამიანს, რომელიც კვდებოდა ხელბორგილები დაადეს. ეს იყო მისი ცხოვრების ბოლო წუთები. ჰენრი არ გარდაცვლილა ღირსებით. ის არ გარდაცვლილა იმ ზრუნვით, რომელიც მას ეკუთვნოდა. მან გონება დაკარგა, სანამ ვინმე მას დაუჯერებდა. მან პოლიციელებს 9-ჯერ უთხრა, რომ სუნთქვა არ შეეცნო. მან უთხრა, რომ 4-ჯერ იყო დანით დაჭრილი. მის მკვლელს კი პირიქით ღირსეული მოპყრობა მიენიჭა. მას დაუჯერეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მისი სიკვდილი გამოიყენონ შემდგომი განხეთქილების, სიძულვილის ან დაძაბულობის შესაქმნელად. ჩვენ გვინდა, რომ მისი ამბავი დაგვეხმაროს, რომ ჩვენი ქუჩები ყველასთვის უფრო უსაფრთხო გახდეს. საზოგადოების აღშფოთებამ ბრიტანეთის პრემიერი იძულებული გახადა მომხდარზე კომენტარი რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ გაეკეთებინა. ეს საშინელებაა და მე როგორც 17 წლის ბიჭის მამამ უნდა ვთქვა, რომ საშინლად ვიგრძენი თავი. ცხადია, რომ არსებობს სერიოზული კითხვები, რომლებიც უნდა გადაწყდეს. მათ შორის ის, თუ როგორ იმოქმედა რასიზმის ბრალდებებმა გადაწყვეტილების მიღებაზე ამ საქმეში. ჰენრი ნოვაკის ტრაგედია ეროვნული მასშტაბის გახდა და ამ საქმემ გაცილებით ღრმა პრობლემები გამოააშკარავა ბრიტანულ სამართალდამცავ სისტემაში, ვიდრე ერთი მკვლელობის გამოძიებაა. ნაიჯელ ფარაჯი და მისი ოპოზიციური პარტია რეფორმა ამტკიცებენ, რომ ჰენრი ნოვაკის საქმე ბრიტანეთში მართლმსაჯულების სისტემისა და პოლიციის მიმართ არსებული უნდობლობის სიმბოლოდ იქცა. პოლიციის ქმედებებმა ეს ტრაგედია წარმოუდგენელი მასშტაბით კიდევ უფრო დაამძიმა. მსგავსი პოზიცია აქვთ კონსერვატიული ფრთის სხვა წარმომადგენლებსაც. კონსერვატიული პარტიის წევრებმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა რობერტ ჯენრიკმა განაცხადა, რომ აუცილებელია გადაიხედოს ის ინსტრუქციები და ტრენინგები, რომლებიც პოლიციელების გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. ამავე დროს მმართველი ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, თითქოს პოლიციის ქმედებები იდეოლოგიურმა ან ეთნიკურმა ფაქტორებმა განსაზღვრა. მთავრობაში აცხადებენ, რომ საჭიროა გამოძიების დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საბოლოო დასკვნების გაკეთება. ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა სიმშვიდისკენ მოწოდებებს აკეთებს. ქვეყნის ქუჩებში კი შეკითხვებს სვამენ, როგორ მოხდა, რომ ახალგაზრდა სტუდენტის მკვლელობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში საქმე ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. ვიდეო კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც სამართალდამცველებს არაერთხელ ეუბნება, რომ დაჭრილია და დახმარება სჭირდება. სანაცვლოდ მას ხელბორკილები დაადეს და რასისტული თავდასხმისთვის დააკავეს. მოგვიანებით, როდესაც გაირკვა, რომ ნოვაკი თავად იყო მსხვერპლი და არა თავდამსხმელი, უკვე გვიან იყო. ბრიტანული პოლიციის უპასუხისმგებლო საქციელს 18 წლის ბიჭი ემსხვერპლა. სწორედ აქ ჩნდება პარალელი ჯორჯ ფლოიდის საქმესთან. 2020 წელს ამერიკაში ფლოიდის გარდაცვალებამ, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და რამდენჯერმე ნასამართლებიც იყო, სოფლიოს მასშტაბით მასობრივი პროტესტი გამოიწვია. დასავლური მედია, პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ აშშ-ში სისტემურ პრობლემებზე, პოლიციის ძალადობაზე და ინსტიტუციურ პასუხისმგებლობაზე. აგორდა კამპანია Black Lives Matter. ჰენრი ნოვაკის შემთხვევაში კი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კითხულობს, სად იყო ეს ხმაური მაშინ, როდესაც ახალგაზრდა კაცი ბრიტანეთის ქუჩაში სისხლისგან იცლებოდა, რატომ გახდა ეს საქმე ფართო განხილვის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა პოლიციის ქმედებები. ბრიტანეთში საზოგადოებრივმა აღშფოთებამ ქუჩებში გადაინაცვლა, საუთჰემპტონში გამართული აქციები შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტები პოლიციას ადანაშაულებენ უყურადღებობაში და ორმაგ სტანდარტებში. სამართალდამცველები კი აცხადებენ, რომ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია. თუმცა ფაქტია, რომ პროტესტის ცენტრში მხოლოდ ერთი მკვლელობა აღარ დგას. საქმე ბევრად უფრო ფართო, საზოგადოებრივ უკმაყოფილებას ეხება. ოპოზიციონერი ნაიჯელ ფარაჯი პირდაპირ საუბრობს ორმაგ სტანდარტებზე. მისი შეფასებით ქვეყანაში არსებობს განცდა, რომ სხვადასხვა კატეგორიის საქმეების მიმართ პოლიტიკური და მედიის რეაქცია განსხვავებულია. თუ არ გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება ჩამოიშალოს, თუ არ გვინდა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა დაკარგონ და ღრმად უნდობლად განეწყონ
პოლიციისა და ამ ქვეყნის სხვა ინსტიტუტების მიმართ საჭიროა ცვლილება. საკმარისია თეთრკანიანების მიმართ მიკერძოება. საჭიროა იმ იდეის მხარდაჭერა, რომ თეთრკანიანთა სიცოცხლეს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც შავკანიანთა სიცოცხლეს. უნდა დასრულდეს მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიის პოლიტიკის და პოზიტიური დისკრიმინაციის პრაქტიკა. ამის ნაცვლად უნდა გქონდეს ქვეყანა, სადაც კანონის წინაშე ყველას თანაბრად და სამართლიანად ექცევია. ეს სერიოზული საკითხია. ეს გადაუდებელი საკითხია. რამდენიმე წელიწადში რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი საზოგადოება თუ ამ პრობლემას დაუყოვნებლივ არ მოვკიდებთ ხელს და ძალიან სწრაფად არ მოვაგვარებთ. სურს ჰენრის ოჯახს მიუსამძიმრო ჩემი და მთელი ქვეყნის სახელით. იმედი მაქვს ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის პოლიცია ასე იმოქმედებს. ბრიტანეთის საზოგადოებაში წლებია მიმდინარეობს მწვავე დისკუსია მიგრაციის საკითხზე და არათანაბარ პირობებზე მიგრანტებსა და ადგილობრივებს შორის. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკონტროლო მიგრაციულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის სოციალური გარემო, გაზარდა დაძაბულობა და დაასუსტა უსაფრთხოების განცდა. სწორედ ამიტომ ჰენრი ნოვაკის საქმე ბევრისთვის ერთ კონკრეტულ ტრაგედიაზე მეტია. ეს არის დაგროვილი უკმაყოფილების სიმბოლო, რომელიც უკავშირდება მიგრაციას, ინტეგრაციის პოლიტიკას და სახელმწიფოს უნარს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ ნდობაკი დღეს ბრიტანულ საზოგადოებაში პრემიერ კირ სტარმერის რეიტინგივით კატასტროფულად დავალია. საზოგადოებაში იზრდება განცდა, რომ სახელმწიფო ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას იმ დონეზე, როგორც ამას წარსულში ახერხებდა. ამ ფონზე გაჩნდა კიდევ ერთი უცნაური საკითხი. მკვლელობის საქმემ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ბრიტანეთის კანონმდებლობაში არსებულ რელიგიურ გამონაკლისზე, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში რელიგიური დანიშნულების დანების ტარების საშუალებას იძლევა მუსლიმი მოსახლეობისთვის. სწორედ ასეთი დანა ჰქონდა ვიკრუმ სინგ დიგვას, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტა. საზოგადოების ნაწილი ითხოვს ამ ნორმების გადახედვას. მათი პოზიცია, რომ უსაფრთხოების სტანდარტები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. ამ დებატებმა ბრიტანეთში კიდევ ერთი პოლიტიკური განხეთქილება შექმნა. ქუჩაში 21 სანტიმეტრიანი დანის ტარება ზოგისთვის ლეგალურია. სახელმწიფო კი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. აქტივისტი ტომი რობინსონი ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებს ადგილობრივი საზოგადოების იგნორირებაში. მისი გამოსვლები ტრადიციულად კრიტიკის შემცველია ხელისუფლების მიმართ. ის იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელთა განხილვასაც პოლიტიკური ელიტა გაურბის. ის კაცი მიზანმიმართულად დაესხა თავს ჰენრის, მისი რასის გამო და ის მოკლეს, ხოლო თქვენმა პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს, რადგან ის თეთრკანიანი იყო. თქვენ იმდენად გეშინოდათ ამ ყველაფრის, რომ პოლიციელმა, რომელმაც მას ბორკილები დაადო, უგულებელყო მისი მრავალჯერად ითხოვნა სასწრაფო დახმარების გამოძახების შესახებ. ბიჭი დანით იყო დაჭრილი. მათ უბრალოდ უგულებელყვეს იგი. იგივეს გააკეთებდნენ არათეთრკანიანი რომ ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, არა. მათი მომზადება ამის საშუალებას არ მისცემდა. ეს ყველაფერი პოლიციის მომზადებას, მთავრობის პოლიტიკას, პოლიციის ხელმძღვანელობას უკავშირდება. ამ პოლიციის ხელმძღვანელია პასუხისმგებელი. თქვენი ხელებით სისხლითაა დასრული, რადგან სწორედ თქვენ შექმენით ეს გარემო. არა მხოლოდ იმ პოლიციელის, რომელმაც ბორკილები დაადო. თქვენ, მთავრობა, ხელისუფლება, ყველა მხარი დაუჭირეთ ამ პოლიტიკას, რომელიც ჩემი აზრით თეთრკანიანებს აზიანებს. ჩვენ უბრალოდ დავიწყებულები კი არა, მიზანმიმართულად ვართ სამიზნეში ამოღებულნი. ყოველი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი. შექმნილია უსამართლო სისტემა, უსამართლო დაფინანსების სისტემა, უსამართლო დამოკიდებულება, უსამართლო მხარდაჭერა და ეს ჩემი აზრით თეთრკანიანების წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ამიტომ არის ჰენრი ნოვაკი გარდაცვლილი, რადგან ის თეთრკანიანი იყო. დანით დაჭრიდან სასწრაფო დახმარების მისვლამდე თითქმის 1 საათი გავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის დახმარებას ითხოვდა. 1 საათი. თქვენ მოკალით იგი. ამ დროს ბრიტანეთის ხელისუფლება ცდილობს ვითარების განმუხტვას. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროტესტი მიუღებელია და რომ ოპოზიცია ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. რატომ ვერ მიიღო დროული დახმარება ახალგაზრდა კაცმა? რატომ იყო პოლიციის მოქმედებები ასეთი ქაოტური? და რატომ გახდა საჭირო თვეების განმავლობაში ლოდინი იმისთვის, რომ საზოგადოებას სრული სურათი ენახა? შინაგან საქმეთა მინისტრი პაკისტანური წარმოშობის შაბანა მაჰმუდი პასუხებს თავს არიდებს და მხოლოდ დამნაშავის დასჯის ფაქტი და გულის ტკივილი შემოიფარგლება. ვიცი, რომ არაფერი შეუმსუბუქებს მათ ტკივილსა და დანაკარგს, მაგრამ გუშინ ჩვენ ვიხილეთ სამართლიანობის გარკვეული ხარისხი. დიგვას მიესაჯა პატიმრობა. მას მინიმუმ 21 წელი მოუწევს გაატაროს ციხეში. მის დედას კირან კაურს ასამართლებენ დამნაშავის დახმარებისათვის. მისი სასჯელის ვადის შესახებ 17 ივლისს გახდება ცნობილი. პოლიტიკური დაპირისპირება უკვე გაცდა თავად სისხლის სამართლის საქმეს. ევროკავშირის ინსტიტუტები და ბრიუსელი ამ საქმეზე განსაკუთრებულ
აქტიურობას არიჩენენ. სწორედ აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა დასავლური პოლიტიკური სტანდარტების შესახებ. მაგალითად, თუ მსგავსი ტრაგედია რომელიმე სხვა ქვეყანაში მოხდებოდა, პოლიტიკური რეაქცია გაცილებით ხმაურიანი იქნებოდა. ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს ევრობიუროკრატების მიდგომებს და მათ ორმაგ სტანდარტებს. რატომ არ ისმის პოლიტიკური შეფასებები ჰენრი ნოვაკის საქმეზე ევროკავშირში ან ბრიუსელში? რატომ არ იქცა ეს ისტორია საერთაშორისო პოლიტიკური კამპანიის ნაწილად და რატომ არ ჩანს ის მორალური აღშფოთება, რომელიც დასავლეთის პოლიტიკური წრეებისთვის ხშირად დამახასიათებელია? ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ დუმილი ამჯობინეს. ალბათ იმიტომ, რომ სვერპლი თეთრკანიანი მამაკაცია, ეს კი Deep State-ის ნარატივში არ ჯდება. შესაბამისად, არ ისმის მწვავე პოლიტიკური შეფასებები, არ ისმის გაფრთხილებები დემოკრატიული სტანდარტების შესახებ და არ ჩანს ის რიტორიკა, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ სხვა ქვეყნების მიმართ. ბრიტანეთში ჰენრი ნოვაკის მკვლელობა უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ის გადაიქცა ხელისუფლების პასუხისმგებლობის, მიგრაციული პოლიტიკის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და დასავლური პოლიტიკური სტანდარტების შესახებ ფართო დისკუსიის ნაწილად. განსაკუთრებით საყურადღებო, რაც პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერში ჩანს, არის ის, თუ როგორი დამოკიდებულება ვლინდება ნოვაკისა და დიგვას მიმართ. ნოვაკი წაქცეულია, უჭირს საუბარი, ითხოვს შველას, მკაფიოდ ამბობს, რომ ვერ სუნთქავს და დაჭრილია. ამ დროს დიგვა ტყუილს-ტყუილზე ამბობს, რომ თურმე მას თავს დაესხნენ. კამერის ჩანაწერი უკვე მკაფიოდ აჩვენებს, რომ სულ მცირე ნოვაკი არის მსხვერპლი. მაგრამ როგორც ჩანს, ბრიტანეთის პოლიცია უკვე იმდენად არის ეთნიკური უმცირესობების მიმართ მიკერძოებული იდეოლოგიით გაბრუებული, რომ ყველაფერი უკუღმა გააკეთეს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.